ვიყავთ. გამოვაკრავთ ყველა მაღაზიაში, გამოვაკრავთ ყველა ავტომობილზე და ასე შემდეგ. ყველა შენობაზე. ამით ჩვენ დავინახავთ ერთის ჯგირით, ვინ ბრძოლობს მართლა ქალაქის გადასარჩენად, ვინ არის სიმართლის მხარეს და მეორე ყველას შეახსენებს ეს ლოზუნგები თუ რაზე არის საუბარი და რისთვის იგრძვის ხალხი. შევა მაღაზიაში დაინახავს დაბობულ რაღაც, ასევე მაღაზიაში და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი ყოველდღიური გეგმა. ამავდროულად ხვალუნდე სამუშაო კვირა იწყება და ველოდებით რამე დამაინებებელ პასუხს. ეს არ ამგონია რამე პასუხი გავუცებ, მაგრამ ხვალუნდე მოგებია. შემდეგ მას გადაგაკეთებულად გადაცა. ეს ვფიქრობ, რომ შემოვიდა ჩვენ რეჟიმში გავაკეთოთ, მაგრამ ცოტა რაღაცა განსხვავება ვუცებ ამას და ეს ყველაფერთან მოვიფიქროთ შემდეგ. ეხლა შემდეგი საკითხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მეთქი მასალების შიდა გადაადგილება, ხოლოს რომ უწევს შიდა გადაადგილების უფლება. კონკრეტულად მაღაროდან დააბრუნებენ ცენტრალურ საწოლში. ვაძლევთ ამის უფლებას, იმიტომ რომ ჩვენ მუშა პროცესი უნდა აღვაწინოთ უახლოეს მომავალში, მეთქი მასალასთან ვჭირდება, სამართლის მასალასთან ვჭირდება და ყველაფერი. არაფერი არ უნდა დავაფუჭოთ, არაფერი არ უნდა დავაზიანოთ, როგორ რა უნდა შეადგინოს, იგი გარკვევა არაფერი. კიდევ ერთხელ, მოგლეთ ვიტყვი და მინდა ყველა შეადგინოს. სწორად ეს იყო ჩვენი საქმე. კომპანია მინდო გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ქალაქის დასამარება უნდა. მართლა რომ 300 მინიმუმ 300 ადამიანის ოჯახები უნდა დატოვოს უშიოდ. და მხოლოდ მიაღწიებული წესი გოზმოვოს კატალოგში ეს ხალხი სხვა ქალაქებში და სხვა ქვეყნებში უნდა გაიქცეს მიტოვების საშუალებლად და ეს გამოიწვევს იმას, რომ დაცილ ქალაქს მარტივად გადაადგილოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქალაქში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და უნდა შევძლოთ ისეულად ვიცხოვროთ. არა მარტო ჩვენ, ყველა ჭიათურები. ეს მაღაზიაში დასაქმებული რესტორანში თუ სხვადასხვა სამსახურებში. აქ არ არის ლაბარაკი მხოლოდ მაღაროებისთვის. აქ არის ყველა ჭიათურებისთვის ლაბარაკი და ყველა ჩვენი თანამოქმედებისთვის. ჩვენ არავისთან არ შევდივართ წინააღმდეგობაში. ვინც არ დგას ამ სიმართლის მხარეს, ის ავტომატურად ჩვენ უპირისპირდება სიმართლეს. უპირისპირდება ჩვენი ქალაქის განარჩევას და უწყობს ხელ ჩვენი ქალაქის განადგურებას. ამიტომ არ ვარ საკმარისი რაოდენობა, ბევრად უფრო მეტი ვარ ჭიათურაში და მაშინ მართლა ცოდვები მოგვივა თუ რამოდენიმე ასეულ ადამიანს აგებობს მხოლოდ ჩვენი ქალაქის მომავალს. ამიტომ ხვალიდან უკვე ბევრად უფრო საინტერესო იქნება ჩვენი გამოსვლების და მიმოდევნები, რომ პასუხების საინტერესო გამოგონდება და რაც შეიძლება ხვალიდან კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყო. ჩვენ სხვადასხვა ნაბიჯების განადგურება შეიძლება დაგჭირდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, რომ უკანონობა ვერ გაგვეყარებინა და ჩვენი ძალებით მივაღწიოთ სამართლს. ჩვენ ვამბობთ, რომ აქედან არათუ სამართლი და ფეთქი მასალები ვერაფერი, ვერც ჯარში და ვერც მარგალეთში მოიყვება ვერც ერთი კილო. რომელი ჩვენ რესპუბლიკის გიორგის ხელით მოიყვება ვერაფერი. ამ გულისხმობ ჯარშის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მიადგარებული წესით მარგალეთის მოპოვება. მინდა უთხრა იმ ხალხს, რომელიც
ყავისხლებით მოუყურებს ამ ადამიანს რეცხავს და ასე შემდეგ. დასაგებად ვამბობ ხალხო. ვერ გაგატანიებთ ვერც ერთ კილო მარგარიტს. კიდევ ვამბობ, ჩვენ არავისთან არ შევდივართ ადმინისტრირებაში. ჩვენ გვინდა ჩვენი ქალაქის გადარჩენა და გვინდა რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქალაქში ცხოვრება და არსებობა გვერდს და ყველასთვის იყოს მომავალში უკეთესი პირობები. ამისათვის როგორც ჩვენ მივხვდით ჩვენი ქალაქის გადასარჩენა, ასევე უნდა იცოდეთ თქვენ ამ რადგან მანდალეთი ამოიღოთ და ასაწყობთ. ამასაც ხო თავისი ფინანსები ჭირდება. და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ არ მივცემთ იმის უფლებას, მხოლოდ ადამიანური წესით ჩვენი ქალაქი გადაყაროთ, გაანადგუროთ 3500 ადამიანის მათი ოჯახები, რახადული იწუხებული აქედან წავიდნენ, სადაც ხელს გადაიხოთ. ამ ყველაფერს ყველა უნდა ეთანხმებოდეს, რომ გადაარჩეთ ყველაფერი და ყველა შეუძლია. ამას წესით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არც ერთი შეათურება. From Solas, Vermont. Vichy იყო ბიჭები, ალბათ ყველასთან ვერაბანას. რამოდენიმე ოპერატორთა, რამოდენიმე და აუხსნეს იყო ეს სიტუაცია. ასევე გამოდიოდა საჯარო საუბრები. ვამბობ იმას, რომ ყველამ უნდა შეძლოს რაცხოვრო. ყველასთვის უნდა შეძლოს უკეთესი მომავალი. არავის არ უნდა მიცეთ ჩვენი ქალაქის და სოფლების განადგურების საშუალება. ოპერატორი აღარაში დასაქმებული, მაღაზიაში დასაქმებული, რესტორანში დასაქმებული და ასე შემდეგ. ყველა ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი. ეს არის ჩვენი მიზანი და ვერსახურებით ამ მიზანს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ჭირდება ერთობა, ჭირდება სიყვარული და ერთმანეთს. ამიტომ უნდა დავწერთ ყველა მოდივეთ ამ მიზნის მისაღწევად. კიდევ ერთხელ ოპერატორებს მოგმართავთ ხოლმე. თუ რამე გაუგებარია, თუ რამეს ისე ვერ ვამბობთ, რომ სწორად მოვიტანოთ თქვენთან საქმე, შეგიძლიათ დაგვინებოთ პირადად შეხვდებით და ვეცადეთ და აგისვი დაგისე ყველაფერს. 40-მდე ოპერატორი ყოფილა და არც კი ვიცი ახლა სად არის ამ ტერიტორიაზე ოპერატორი გაფასებული და ამით იმითქვამიდა რომ მე ვერ მივალ ყველასთან და არც კი აქ არის თავარი ბრძოლა. აქ მისმის თავარი საქმე აქ უნდა იყოს ყველა ის ადამიანი და არა კარგად იღებდეს ორგო. დავამკვიდროთ სამართლიანობა, გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი და ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყველამ შევქმნათ უკეთესი ცხოვრება ჩვენს ქალაქში. ყველასთვის სასიკეთო და არა ერთეულებისთვის და ვიღაცა ინვესტორებს. ეს არის თავარი საქმე და უნდა დავდებრო გაიგებენ სწორად ჩემს და შემოუდგებიან ამ მართალ ხალხს და ამ მართალი ხალხის მართალ მოქო. ინახეთ შემთხვევაში კიდევ ვამბობ. როდესაც ამ ადამიანს ოჯახის შიოს უყოლობენ და ესეც იერბენი ქალაქი გაცალონ, ამ ხელა შეურაცხყოფას ხალხი არ მოიწევს და ფაქტის აფრიზი. ვერ მივიღებთ ვერავის თხოვნას და ვერავის ვერ გავიფანტიზიებთ, როცა ჩვენ არ გავიფანტიზიებთ და ამ სიმართლეს ხალხს არ გავუჭერთ. ვერავის ვერც კილო მარგარიტს ვერ გავატანებთ. ამ ქალაქში რას იკითხეთ არის ეკუთვნის ამ ქალაქს წლების განმავლობაში პარავდნენ ვარდნებდნენ და ნუკლაპურზე განაცხოვრებდნენ. აღარ ვაპირებთ მომავალშიც ასე ვუყოთ. მით უმეტეს იმპოსზე რომ გამოსავალი არ დაგიწყდეს. ესეც უპასუხისმგებლოდ ერთი ხელის მოსვით
მეტი უსამართლობა და შეიძლება იყოს. ამიტომ ხელშენა ახლა დავდი. ყველა შეგვიძლია პრობლემა. შენ აქ ხია პატარა Dobra, gejcie. Rozumiem, że to robię, fajnie. Sama